ახლა რაც შეეხება იმას, რომ 18-20 წელი, ეს უპრეცედენტო ამბავია. ესე უპრეცედენტო რამ ხრი, ასეთი რამ, ასე რომ გადმოასახლო, ჩაასახლო. ახლა უნგრეთშიც კი იყვნენ ესენი და ბიზანტია ცდილობდა მომთაბარე ტომების, ასე ვთქვათ, გამოყენებას და უნგრეთში ძალიან საკმაოდ სოლიდური ყოფნა იყო ყივჩაღების, მაგრამ ის რაც დავითმა გააკეთა ამ სახით თითქმის არ არის. და გვაქვს მარტო ქართული წყარო ამაზე. მარტო ქართული წყარო გვაქვს ამაზე, აი ამ გადმოსახლების ამბავზე, ჩასახლების ამბავზე, იმ ლაშქრის შექმნის საკითხზე, ეს მთლად უცნობი, როგორც ჩანს, არ იყო კიევის ხელისუფლებისთვის, იქ ვლადიმირ მონომახი იყო, მაშინ კიევის დიდი მთავარი, ძალიან ცნობილი მოღვაწე, ნიჭიერი მხედართმთავარი და ცნობილი იმითაც, რომ ის იყო ფრონტის, ანტიყივჩაღური ფრონტის მეთაური რუს მთავრებში, სანამ კიევის დიდი მთავარი გახდებოდა, მანამდეც იყო პირველი ფიგურა აი ამ ყივჩაღებთან ომში. ჯერ პერიესლავში იყო, მერე ჩერნიგოვში იყო და მერე კიევში დაჯდა დიდ მთავრად. კიევის დიდი მთავარი იყო და მონომახი იმიტომ იყო, რომ მისი პაპა იყო ბიზანტიის იმპერატორი. და ერთი სიტყვით მომატიანემ დაწერა, რუსულ მომატიანემ დაწერა. ვლადიმირმა მონომახმაო განდევნაო ოტროკიო, ანუ ათრაკაშარაღანიძე, განდევნაო ზაჟელეზნია ვრატა, რკინის კარებს იქითო ვობეზი, ობეზში. ობეზი არის აფხაზეთი. გამიგეთ? აფხაზეთი ერქვა, მაშინ აბაზგია, ეძახდნენ ბიზანტიელები, აფხაზებს ეძახდნენ ძირითადად აღმოსავლური წყაროები, თუმცა იქ ქურჯი ესეც იხმარება, ქურჯთა მეფე, ესეც იხმარება, მაგრამ აფხაზი ძალიან ისა. და ერთი სიტყვით იცოდნენ ეს იმათ, ხო? იცოდნენ ეს იმათ, მაგრამ ხელი შეუწყო ამას და დავითმა რო ეს განახორციელა, მას ხელი შეუწყო სწორედ იმ მოწყოლამ, რასაც ისინი გრძნობდნენ, დაახლოებით 1107 წლიდან, სულ რამდენიმე ლაშქრობა იყო ვლადიმერ მონომახის სარდლობით და ბოლოს უკვე ყველა გადამწყვეტი ლაშქრობები იყო. 1116 წელს. უკვე კიევშია ვლადიმერ მონომახი, ის ხელმძღვანელობს ამ პროცესებს კიევში და 16-ში და აი 16-ის შემდეგ უკვე მანამდე არ ჩანან ყივჩაღები, ხო? ჩვენთან ყივჩაღები არ ჩანან და ზუსტად ამ 18-20 რითიანგარიშები როდის მონაწილეობენ ისინი პირველად. და წინა ლაშქრობები როდის იყო, სხვა ლაშქრობები როდის იყო. ხო, ერთი სიტყვით ეს მართლა დიდი ამბავი იყო. ძალიან დიდი ღონისძიებაა ეს. რატო გააკეთა დავითმა? პირველი დრასერს მემატიანე, ჯარი არ ყოფნიდაო, გარნიზონები თხოვდაო. ესე იმდენი სულ გაანთავისუფლა. დავითმა მანამდე სანამ ყივჩაღები თითქმის მთელი საქართველო გაანთავისუფლა. მარტო თბილისი იყო დარჩენილი და რუსთავი. არა, რუსთავიც უკვე და ის იყო. თუ არ ვცდები 1115 წელს რუსთავი უკვე შემომტკიცებული იყო. ხო გამიგე? ესე იგი თარიღები ხანდახან ყოველთვის ასე ვამბობ, ზუსტად თუ არ მაზის ის თარიღი, ყოველთვის თუ არ ვცდები და ამას ხანდახან უკვე როგორ ეს ისტორია ისეთ მეცნიერებაა, რომ კომპიუტერი თან იმდენი ინფორმაციაა, გამიგეთ? ხო და ერთი სიტყვით უკვე თითქოს არ არის საჭირო, მაგრამ რას გეუბნება მემატიანე? გეუბნება, რომ ციხეები, გარნიზონები ითხოვდნენ ამას, ხო? შენარჩუნება მთავარი. და როგორც ჩანს, დავითს კიდევ უფრო დიდი ამოცანები ჰქონდა. დავითის ამოცანა რა იყო? დავითის ამოცანა იყო, რომ საფრთხეს საბოლოოდ უკვე არავითარი საფრთხე არ ყოფილიყო და ამიტომ სამეზობლოშიც კი არ უნდა ყოფილიყვნენ ვინ? ესე იგი სელჩუკები.
სამეზობლოშიც. ახლა ეს დაემთხვა მე ერთხელ დავწერე ერთხელ კი არა რამდენიმეჯერ მაგ დაწერე დავითიც კი ვერ იდავითება და ასე მაგ ნათქვამი რომ არა პროცესები დეცენტრალიზაცია სასულთნოსი დიდ სელჩუკ სულტანთა სასულთნოსი იქ მალიქ-შახის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო დაპირისპირება ანარქია ცოტა ამან დიდად შეუწყო ხელი დავითს თავისი დიდი გეგმის განხორციელებაში იქით ბიზანტია ჩამოიცილა ბიზანტია იქ ცოტა ისეთი უცნაურიც კია თითქოს მოკავშირეები უნდა იყვნენ მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ ალექსი კომნენოსის ღალატმა მარიამ დედოფლის მიმართ მარიამ ეს უკვე ცნობილი ფაქტია ეს ქართული ისტორია არ არის ეს არის ბიზანტიური ისტორია იქაური წყაროებით მარიამ დედოფალმა მონაწილეობა მიიღო როგორც ჩანს პირველი ქმრის წინააღმდეგ გადატრიალებაში მონაწილეობა მიიღო თუ აიძულეს მონაწილეობა არ ვიცით მაგრამ იქიდან უფლისწული ყავდა ტახტის მემკვიდრე ყავდა დუკა მიხაილ დუკადან კონსტანტინე დუკა ყავდა შვილი ერთი შვილი ყავდა და ახალი იმპერატორი რომ მოვიდა მარიამ დედოფალთან ისა კონსტანტინოპოლში ვინც ჩამოაგდო მიხაილ დუკა ნიკიფორ ბოტანიატი ასაკოვანი კაცი მოხუცი კაცი ცნობილი სარდალი პრინციპში ეგ რომ მოვიდა იმან შეირთო მარიამი და როცა ნიკიფორეს მოუწყვეს ასე ვთქვათ გადაგდება ნიკიფორესი მოუნდათ შეთქმულება რომ მოუწყვეს ნიკიფორეს მაშინ ალექსი კომნენოსმა ვინც არის ამ ორგანიზატორი ამ შეთქმულების კავშირი გააბა მარიამ დედოფალთან მოქმედ დედოფალთან და ხმები დადიოდაო სასახლეში რომ ალექსი მასზე დაქორწინებას აპირებს. ალექსიც აპირებს მასზე დაქორწინებას, მაგრამ ალექსის როცა ცოლ-შვილი ყავდა, ქალიშვილი ყავდა, ვაჟიშვილებიც ყავდა, ხო? და შეთანხმდნენ ასე. მარიამ დედოფალი და ალექსი შეთანხმდნენ ასე, რომ მარიამი იშვილებდა ალექსის ეს ცერემონიალი ჩატარდა მიშვილების, ოღონდ ანაზე დაქორწინდებოდა ქალიშვილზე, ალექსის ქალიშვილზე კონსტანტინე დუკა დაქორწინდებოდა. ნუ და იმეფებდა კონსტანტინე დუკა ალექსის შემდეგ ანასთან ერთად. ანა კომნენოსი ცნობილია როგორც ისტორიკოსი, მამამისის ისტორია ახალწევა. ეს ახლა მე რატო ამბობ ამას? ცოტა ხანში ეს შეთქმულებაში დასდო ბრალი მარიამ დედოფალს ექს დედოფალს ან თუ მიშვილებას ვაღიარებთ დედა დედოფალს ხო დასდო ალექსი კომნენოსმა ნუ მე მაინც მგონია რომ მან გადასინჯა ეს შეთანხმება და თავისი ვაჟიშვილისთვის გამზადა ტახტი და ამის შემდეგ თარიღი ქრონოლოგიურად ეს ყველაფერი ემთხვევა რას დავით აღმაშენებელი უარს ამბობს ტიტულებზე პანიპერ სევასტოსის ტიტული ბოლოს რაც ჰქონდა ეს არის ბოლო მოხსენიება 90-იანი წლების დამდეგს და მე არცად არ არის დავითი მოხსენიებული ურავალ იმის ტიტულით და ეს ყივჩაღები რომ ჩამოსახა ახლა მე რატო ამბობ ამას აი რატო თქვი ეგა ბიზანტიას უკვე ანგარის არ უწევს დავითი ბიზანტიაც ხო ეს ყივჩაღები რომელიც ჩამოსახა დიახ როგორ მოხდა აი ამ მოსახლეობის ისე გაწოვა რომ აი მათი კვალი შემდეგ ისტორიაში წავიდნენ მერე ესეთი ვერსიაც კი წამიკითხავს რომ შემდეგ დაბრუნდნენ რაღაცა პერიოდში დიდი ძირითადი მასა დაბრუნდა ეს აშკარა ძირითადი მასა დაბრუნდა იმიტომ რომ ეს ჩანს რუსული წყაროდან ჩანს ეს პირდაპირ რომ ძმამ გამოუშვა თავისი თავისი გამოგზავნა კაცი გამოგზავნა იქიდან სირჩანმა გამოგზავნა და დაუძახა იმას შემოუთვალა ათრაკა შარაღანიძეს ხო დედოფლის მამას საქართველოს დედოფლის მამას შემოუთვალა ასეთი რამ ვლადიმერ უმერლ ეს მატიანე რუსული ისეთი და ბრატი აი რაღაცა ძმაო ვოლოდიმერი მოკვდაო და
შეგიძლია ჩამოსვლა. შეგიძლია აიყავდნენ და წავიდნენ და ესე თან ის ხატრულად არის აღწერილი, რომ ვითომ გუდის დამკვრელი გუდის გუდზე ასე წერია იქა აი ვინც მათ ხო ქონდათ ამ მომთაბარე ტომებს საყვირი ბოდის იმის დამკვრელიც გამოგზავნაო და იმა რო დაუკრავო ისე უკვე მოუნდაო სტეპებში დაბრუნება. ერთი სიტყვით ასია თუ ისე საქართველოში მართლა არ ჩანან, გარდა იმისა რომ რაღაცა ნაწილი როგორც ჩანს ვინც ელიტაში მოხდა აკირჩება შეიძლება ოჯახის წევრებიც მე მაგალითად ყუბასარზე ვფიქრობ ყუბასარი ნაყივ ჩაყარი პირდაპირ წერს რომ ის ნაყივ ჩაყარია ემას წერს ორბელიანი სტეფანოს ორბელიანი სომეხი სტეფანოს ორბელიანი და ვინ არის ყუბასარი გიორგი მესამე მისა მანდატურ თუხუცესისა და ამირ სპასალ რაც თავარი ამირ სპასალა ორბელის თანამდებობა მისცა და კიდევ არის ნახსენები მე მგონი ოღონდ ნაქირავები არის შემდეგ სხვა ეგ მერეა ახლა უყურეთ და ეს აქ კიდე მთავარი რა არის ხო დაბრუნდნენ სტეპებში მაგრამ ამ დროს ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეულ რეგიონში სუნჯა მდინარესების მიდამოებში გაერთიანება იქნება მას ქართული წყაროებით მეფე ყავს სევინჯი გამიგეთ ესე იგი აქ აშკარად არის ყივჩაყური რაღაც გაერთიანება და იმასთან იმ ყივჩაყებში იყო მე იური ანდრიასზე რომ ნახეს ქართველებმა და ჩამოიყვანეს მე თამარის საქმე ახლა მე რატო ვამბობ ყივჩაყების ნაკვალევი მართლა არ არის ხო ნაწილი მართლა შეიძლება დარჩა მაგრამ გაითქვიფა და ასიმილაცია ხო მაგრამ ეს ძალიან მცირე რაოდენობა თან უნდა ვიფიქროთ რომ დავითი მათ კომპაქტურად არ დაასახლებდა სამ ადგილს ასახელებენ სასაზღვრო ნაწილში ჰერეთში სასაზღვრო ნაწილში სომხეთის მიმართულებაზე და შიდა ქართლს ამბობს ახლა შოთა მესხია შიდა ქართლს აძლევდა ივანე ჯავახიშვილი და შოთა მესხია შიდა ქართლს ანიჭებდნენ უპირატესობას და თითქოს გამორიცხავდნენ ესე იგი სხვაგან მე მაინც ვთვლი რომ სხვადასხვა იმაზე მოხდა და ის მეცნიერები ვინც ამბობენ ჰერეთს და იმასაც სომხეთის მიმართულებასაც ისინიც სწორად ამბობენ ამას განსაკუთრებით აქტიურობდა ამაზე სომეხი ისტორიკოსი აკადემიკოსი სურენ ერემიანი ძალიან ცნობილი ისტორიკოსი ის მას ჰქონდა ისეთი ტოპ სტატია ასე ვთქვათ დღევანდელი კგბ ტოპ სტატია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაცებს არ ვეთანხმებით იმ სტატიაში რუსულ ენაზე აქ მას ეს გამოქვეყნებული 1956 წელს იური ბაგალიოვსკი ასე უწერია სომხურ და ქართულ წყაროებში ქართულ და სომხურ წყაროებში იური ბაგალიოვსკიზე და ამას მიაყოლა ბევრი საკითხები მაინც არის ის ტოპ სტატია მიუხედავად საეტაპო სტატია მიუხედავად იმისა რომ იქ ბევრი რამეს ის არასწორად წერს და შოთა მესხიას ახავს სერიოზულად გაკრიტიკებული მთელ რიგ საკითხებში და ეს მაინც მგონია მე ესე იგი ისინი ძირითადად წავიდნენ პოლიტიკური ბრძოლა წააგეს თანაც ეს ემთხვევა იმას რომ დემეტრეს პრობლემების შექმნა სადღაც 1130 წლის პარლებში და მას შეთქმულება მოუწყვეს ეჭვია რომ უნდათ გამეფება მისი ნახევარ-ძმის ახლა დემეტრე არ არის ყივჩაყთა მთავრის ასულის ხო ყივჩაყთა უმთავრესის ათრაკაშარაღანიძის ასულის გურანდუხტის მას აქ დაერქვა როგორ ჩანს ხო სხვაგან ვერ დაერქმეოდა გურანდუხტი ტრადიციული სახელი იყო ახლა სპარსული წარმოშობის სახელი კი იყო მაგრამ უკვე ქართული რეალობის ამსახველია ეს მანამდე ბევრი გურანდუხტი გვახსოვს ჩვენ გურანდუხტი მირანდუხტი და სპარსული ანთროპონიმიკა ჩვენში მაშინ დაწყებული ფარნავაზის დროიდან ხო მიღებული იყო და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს ხო და ისი თქვა მინდა ახლა
აღმოჩნდა რომ დემეტრი არ არის ყივჩაღთა უმთავრესის ასული. ქართულმა მატიანემ იცის მარტო ერთი მეუღლე. გურანდუხტი. ათრაკა შარაღანიძე დიდი მრავალი წლის წინათო მოეყვანაო ცოლად და საყვარლად. უკაცრად საყვარლად და ცოლად, უკაცრად როგორ წერია იცით? ცოლად და უკაცრად ჟულიერე მეუღლე და დედოფლად საქართველოს. გასაოცარი ფორმულირებაა. ეს ჟულიერე მეუღლედ და დედოფლადო. ხო. სასაული ის არის ესე იგი მეორე ცოლიება დავით მეორე ეგ არავინ არ იცოდა არავინ არ იცის მაგრამ გათქვა ეს საიდუმლო მათეო სურხაეცი ეს არის სომეხი ისტორიკოსი ძალიან სანდო ისტორიკოსი დავითზე რასაც ქებათა ქება აქვს დავითის საერთოდ დავითი დიდი განმათავისუფლებელი იყო სომხების ახლა ეს კიდე ესეთი ის არის დავითი განიხილება დიდ განმათავისუფლებლად სელჩუკებისაგან თქვენ წარმოიდგინეთ არა მხოლოდ ის ქრისტიანი სომხები თვლიან ამას არამედ შირვანიც თვლიდა ამას ასე შირვანი მაჰმადიანური ქვეყანა ხო გამიგე და შირვანის განმათავისუფლებელიც არის და ვის ასახელებს მეორე მოუღლეს და ამბობს იმიტომაც გვიყვარს ტექსტი არის და ნარატივი დაახლოებით ასეთია იმიტომ აფასებენო დავითსო და ესე იგი იმიტომ არის დავითისადმი პატივისცემა და დავიკეთილი დამოკიდებულება რომ გარდა იმისა რომ დავითმა დიდი საქმეები გააკეთა სომხეთისთვის გარდა ამისაო მისი მემკვიდრეო ნაშობი არის სომხის ქალისგანო ესე იგი საიდუმლო გასა რა ერქვა ახლა ეგ სახელი რა ერქვა? ხო. ეგ რო დაეწერა, კარგი იქნებოდა. ვინ იყო რო დაეწერა, ესეც კარგი იქნებოდა. მაგრამ ცოტა ეს რთული კითხვა. ეს არ ვიცით, არავინ არ იცის. აი შარვანი ახსენეთ თქვენ და მაგრამ ეს დავასრულოთ ეს მე პირველი ცოლის ამბავი. ეს მეორე ცოლია აშკარად. პოლიტიკე ზურაბავლიშვილმა პირდაპირ თქვა. ზურაბავლიშვილი დიდი ისტორიკოსი როგორ ძალიან დიდი პიროვნება კარგი ისტორიკოსი ეს იურისტი იყო განათლებით მაგრამ ისტორიაში მართლა კარგი საქმეები აქვს გაკეთებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დიდი მონოგრაფია აქვს მასალები აქვს მოგროვილი მე-1918 დამოუკიდებლობის პერიოდის და იმიგრაციაში რომ მოხდა, იქ უკვე შუა საუკუნეებზე პუბლიკაციები აქვს და წყაროები აღმოაჩინა და ამ წყაროებდა ერთი ძალიან კარგი დიდი წიგნი გააკეთა მან ჩემი გადასახად და მან ჯვაროსანთა დროიდან 4 ნარკვევი აქვს მას იქ ეს ჩვენთვის აი მედიევისტებისთვის და დავითისა და თამარის ეპოქის კვლევრებისთვის ეს არის სამაგიდო წიგნი გამიგეთ ეს ზურაბავალიშვილის ჯვაროსანთა დროიდან შემდეგ კიდე სხვა წყაროებიც აღმოჩნდა, მაგრამ ის რაც ზურაბავალიშვილმა გააკეთა, ძალიან დიდი საქმე იყო. და აი ეს ზურაბავალიშვილმა თქვა რომ აშკარად მეორე ცოლია და ეს ყველაფერი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გაკეთდაო. და ეს მოკავშირე სჭირდებოდა. საერთოდ ქართველი მეფეების პარტნიორები, სამეფო სახლის პარტნიორები ამ დინასტიურ ქორწინებებში იყვნენ ქრისტიანები, ძირითადად ოსები და სომხები. არის თითოეულა ბერძენი, ბიზანტიელი. არის. ხო, ბაგრატ მეოთხეს შემოუყვანეს ბიზანტიელი პრინცესა, ხო? შემდეგ იყვნენ კიდე ბიზანტიელი პრინცესები, ტრაპიზონდიდან უფრო მოგვიანებით, მაგრამ ოსები ჩანან ძალიან კარგად, ოსი დედოფლები, თამარის დედა ოსია, ბორდოხან დედოფალი, ბორენა დედოფალი ოსია, გიორგი პირველ საყავს მოყვანილი ცოლად ოსთა მეფის ასული, მაგრამ როგორც ჩანს ვერ გაადედოფლა, ხო, ეს ცალკე ისტორია და ამას არ მოყვებით ახლა, მაგრამ აი ეს ჟულიერ მეუღლე და დედოფლად აქაც ესე იგი მინიშნება არის რომ საყვარლად კი არ ყავს, ხო?
არამედ ჯულიერ მეუღლედ და დედოფლად. და აი ამას შვილები ხო ეყოლა. ანდერჩი დავიძი წერს, რომ იზრუნეო შენო შენს დაძმებზეო. გამიგეთ? აი ეს ჩაფუშვა შეთქმულების ასე ვთქვათ კრახი და წასვლა აქედან ყივჩაყების ეს ალბათ ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტია. აი შარვანი ასე ფიქრობენ ჩვენი ისტორიკოსები და მე მთლიანად ვეზიარებ ამას. აი შარვანის ეპიზოდი მინდა გავიხსენ, ანუ შარვანი მოკავშირე გახდა. დიახ, ანუ დავითის გამარჯვებების სერიაში არის ზედაზენის სერია, შემდეგ 1210 წელი, შემდეგ 1210 წელს შარვანის ეპიზოდი არის. მე მგონი ერთადერთი ეპიზოდია დავითის გამარჯვებათა ეპოპეაში, როცა მან წარმატებით ვერ დაასრულა ლაშქრობა შარვანის აღების დროს. არა, ეგ მოუწია უკან დახევასავი. ეს 10 წელს არ იყო, ეგ იყო 23 წელს, სადღაც 23-24 წელია. სულტანი ალბათ ეს ამხედველობა სულტანი შემოიჭრა. შარვანი ტყვე დაიყვანა, სამეფო სახლი თითქოს ტყვე დაიყვანა, დაახლოებით ასეა. თუ კარგად მახსოვს იბნ ალასირის ცნობა ეგა, ეს დიდი არაბი ისტორიკოსის და ესე იგი მოწერა შენო ტყეების მეფე ხარო და აბაბელზე გამოდი და შემებრძოლი თუ ბიჭი ხარო. დაიძრა ჯარით ეგრევე დავითი და საბოლოო გამარჯვებამდე გამარჯვება მაცხელი შეუშალა ბუნტმა ესე იგი ყივჩაყების რაღაც პროტესტმა ამბოხმა რაღაცა ამბოხმა ეს მაინც და მაინც ზუსტად ჩვენ არ ვიცით მაგრამ იქიდან გაიპარა ის სულტანი გაიპარა და კანალიზაციის მილით გაიპარა არა სულტნისებურადო არა ძალიან ისე მე მგონი აი ეს ისტორია და იქ რო ბოლომდე რაღაცა არ განხორციელდა რაღაცა ყივჩაყების ბუნტს უკავშირებენ ამას და საერთოდ ყივჩაყების მეტი წერს რომ ყივჩაყების გამო იყო ასე ვთქვათ ღალატის შემთხვევებიო ხო და ბოლომდე როგორც ჩანს დავითი არ ენდობოდა და ეს და დიდგორის არგუმენტად მოყავთ კიდე 40000-ით ხო დააყენა თითქოს ცხენოსანი ჯარი ხო 40 კავალერია ხო დავითმა ალბათ კავალერია მაინც ესენი მომთაბარეტობები იყვნენ და კი კავალერი ზუსტად და ესე იგი რისი თქმა მინდა მხოლოდ 15000 დააყენა 40000 საკუთრივ ქართული ლაშქარი 15000 ყივჩა ეხლა გადავიდეთ თითგორის ბრძოლას აი ამ ძალიან საინტერესო ეპიზოდია 1121 წელი არის გარკვეული ასე თქვა წარმოდგენა ივან ჯავახიშვილი გთავაზობს 300000 ანუ მტრის რაოდენობის ივანე ცოტა უფრო ნაკლებს ამბობს ხო ვიდრე გოტიე და მატეო სომხაეც დიახ ანუ და ეს მიაჩნიათ ერთ-ერთ მითად და ვეთანხმები მითია ეგა მართლა გაბერილია ციფრია არც ერთ ჩვენს ისტორიკოს თანამედროვე ისტორიკოს ხო მაინც და მაინც ესე იგი ეს მაგრამ კოალიცია და მოქმედი გმირები რომელმაც აი ეს ანუ დავითის შემაჩერებელი ძალა რომ უნდა განახორციელოს საკმაოდ შტამბეშტავი ადამიანია ნამდვილად შეკრეს კოალიცია ხო შეეკრეს კოალიცია სულტნის დავალებით ხო სულტნის დავალებით შექმნა კოალიცია და არაბეთის მეფეო მისი ძეო ნუ ახლა ეს ნაკლებად ხო და ძალიან სულ ახლა უყურეთ ეს მარტო მართა დმანელნი და ვაჭარნი თბილელნი და დმანელნი განაწყენდნენ და ამიტომ ამის გამო არა ეს დიდი პოლიტიკის ნაწილი იყო როგორ მთელი ფრონტი სარდალი ამხელა სარდალი იქიდან წამოვიდა ხო და დიდ ფრონტს გაუძღვა ახლა ეს რო დიდი გეოპოლიტიკური ჯახი არ ყოფილიყო და ან გეოპოლიტიკური ჯახის ნაწილი არ ყოფილიყო ხო ამიტომ ამბობ მე ასე არ შეიძლება რა ის პროცესები რაც მიდიოდა იერუსალიმში ახლო აღმოსავლეთში
იმის ფაქტობრივად მეორე ფრონტი იყო ეგა. ხო. ფაქტობრივად ეს ახლა ხელშეკრულებით კი არ იყო ეგა, რომ რაღაც შეთანხმება შეედგა შენ აი მაგალითად ხო წერს იაჰია ანტიოქელი გიორგი პირველმა აბაზგის ხელმწიფე მისწერა იმას რა ქვია აფხაზეთის მე ალ-ჰაკიმს და შევიკრათ და დავარტყათ ერთად ხო? ასეთი რაღაცა არ გვაქვს ჩვენ. ასეთი ცნობა რო გქონდეს ესმის არა გვაქვს. მაგრამ მოგვიანე წყარო წერს თუ ისტორიანდე აზმანი შარანდთან წერია რომ დავითის ჯარი იბრძოდაო იქო იერუსალიმში იბრძოდაო იქო ხო და გამოვრიცხოთ რომ რაღაცა პატარა ჯგუფი ხო მეომრების თუნდაც ეს ყოფილიყო სიმბოლურად ხო რომ ყოფილიყო აქ ხო როგორმე ხო მოიხცია რა ზღვით მოიხცია რა ის იყო ეგა რატო ვერ უნდა მოსულიყო ზღვით ხო მოვიდოდა ხო კონსტანტინოპოლი ხო არ ქონდა სელჩუკებს აღებული რა რაღაცა გაუგებარია ეგა რატო ყოფილიყო ჩვენ ვარიაგების მოსვლა გვაქვს იმაში მე-11 საუკუნეში ვინ არიან ის ვარიაგები მე საერთოდ ვფიქრობ კიევმა გამოგზავნა მეთქი მაგაზე ეგ ჩემი ექსკლუზივია არავინ არ იჯერებს მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ იმ დროს კიევი მაგრად უტევდა იმპერიას ბიზანტიის იმპერიას ხო ერთი სიტყვით მე ისე თქვა მინდა მე მინდა იმის თქვა რომ ეგა აი ეს იყო დიდი ასე ვთქვათ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნაწილი ფაქტობრივად მეორე ფრონტი იყო და ამიტომაა ის ილღაზი იქიდან მოიხსნა მთავარი მოპასუხეა ხო და აქ მოვიდა და აქ მარცხიდან იცადა დაიჭრა ახლა ისე არ დაჭრილა ნუ ახლა მალე გარდაცვლილა პრინციპში კი უბრძოლია კიდე რაღაც პატარა კოდია საომარი მოქმედება რა იქ დაბრუნებულზე მაგრამ მე გარდაიცვალა ეს ილღაზი ძალიან პოპულარული სარდალი ხო და ერთი სიტყვით ახლა ყივჩაღების როლი დიდ წარმატებაში რა საკვირველია დაეხმარა ეს საქართველოს და პირდაპირ წერს მემატიანე რომ გამოადგაო საქართველოს ყივჩაღთა ჩამოყვანა დაეხმარაო ქვეყანას ხო და ამით დიდი საქმე გაკეთდაო მემატიანე წერს ამას ხო მაგრამ ის რომ ახლა ბოლო დროს მიხდება ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ პოლემიკა მქონდა ამას წინათ ერთი მოხსენება ამასთან დაკავშირებით და დოქტორანტი მყავს ერთი აზერბაიჯანელი დოქტორანტი მყავს აზერბაიჯანის მოქალაქე კი არის მაგრამ მარნეულიდანაა წარმოშობით და საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს ამ დისერტაციაზე საქართველოს და ყივჩაღური სამყარო ამ დისერტაციაზე და ხელახლა მომიხდა ახლა რაღაცების გახსენება რა მასალები რომ მომიტანა ეს მის მიერ შესრულებული მასალები გაოცებული დავრჩიოთ ხო ესენი ყაზახეთში განსაკუთრებით ყაზახეთში მიდის რომ აუ ყივჩაღებმა შექმნეს ეს ძლიერი ქვეყანა ადრე ეს ქონდა აი ერემიანს მე როცა ახსენე ამის ახლა უნდა ვაღიარო რომ ზოგიერთი მკვლევარი სომხებს კარგი ისტორიკოსები ყავდათ ყოველთვის ხო შუა საუკუნეებზე არაფერს არ ვამბობ იქ მართლა იყვნენ ძალიან ძლიერები მაგრამ ჩვენს დროშიც კარგი ისტორია მაგრამ ყოველთვის კბენდნენ ცოტა საქართველოს უნდა ვაღიაროთ ყოველთვის გვიხდებოდა ჩვენ თავის დაცვა მიგეთ ეს გადმოყვა შუა საუკუნეებიდან რომ ჩვენ ვართ რაც ავართ და მე ხართ თქვენ აი ხომ მივხვდით შეიძლება ახლა ცოტა ყველაფრის თქმა არც იყოს აუცილებელი მაგრამ ეს არის ნამდვილად და აქ უკვე ეს ყაზახი ისტორიკოსები ისეთ რაღაცებს იბრალებენ და აბრალებენ ყივჩაღებს აბრალებენ ბჭყალებში რა რომ ყველაფერი ესენი ყოფილან დიდი სახელმწიფო ამათ შეუქმნიათ ნუ ერთ სიტყვით აი ეს მანევრი ასე არ არის ის მანევრი რომელიც ალბათ ყველა ქართველმა იცის ხო ხო 200 კაცის გამ. ნუ ისტორიკოსი ამბობს რომ ყივჩაღები იყვნენ, მაგრამ საკმაოდ საეჭვოა ჩემი არის ასეთი რომ ის 200 სხვა იყო.
ყივჩაყები შეიძლება აუცილებლად ყივჩაყები იყვნენ. აუცილებლად რატო? იქ გათამაშდა სცენარი რა? ყივჩაყები და სელჩუკები ვინ არიან? თურქები. ხო? და ვიზუალურად იგივეა. ყველანაირად ანთროპოლოგიურად ალბათ, თუმცა ყივჩაყებზე ვიჩემებენ კიდე თუ არა მაინც და მაინც ევროპეიდები, სელჩუკებზე არ ვიცი ახლა როგორ მიდის საუბარი, მაგრამ ესე იგი ყივჩაყებზე თითქოს ევროპული თანამედროვე ყაზახის ხო რაღაცა მეორეც მიდის ახლა ასეთი საუბარი მიდის რომ მონგოლოიდური ნიშნებით რა ჩერდი რაღაც ესეთ ნიშნებით ახლა რაშია საქმე იმას უნდა ეფიქრა რომ იმასაც ვიღაცა არ გვიღალატა რა ჩვენი ძმა ჩვენი მოძმეა ხო და იმას ის მოატყუებდა ამას თორე აბა რაინდი მართლა რო გამოწამოსულიყო ის რო გადმოვიდოდა აქეთ ეგ ის თავისი აღჭურვილობით იყო ხო რაღაცა და ის იქნებოდა ისე მას ეს რო დგინოს თუ კიდევ ახლა შოთა მესხემ თქვა ამისთანაც საპასუხისმგებლო წერს ასეთ საპასუხისმგებლო საქმესო ალბათო იმას ვერანდობდნენო ყივჩაყებსო ხო და სუსუმარგიშვილი წერს ამის საპასუხოდ რომ როცა მთელი ქვეყნის თავდაცვას ანდობდნენ და ამას როგორ არ ანდობდაო პირიქით ანდობდა ალბათ ყველაზე ერთგულ ყივჩაყებს ანდობდა მაგას შეიძლება ისინი ზოგიერთები მას უკვე მონასპაშიც ყიყავდა საერთოდ მონასპა სხვა იყო მონასპა ეს კიდე გავუხვდა ახლა სამხედრო ეს დიდი რეფორმაა ხო ცხენოსანი ჯარის შექმნა 40000 მაგრამ გარდა ამისა მას ყავდა მონასპა ეს არის პირადი გვარდია ხო და ვინ არიან ესენი? არ წერენო ქართველები არის. ესენი არიან ქრისტიანებნულნი, ხო? ესე იგი სხვადასხვა იმის სხვა ხალხი, მაგრამ უკვე გაქართველებული, გაქრისტიანებულები, ხო? ნუ გაქრისტიანება ნიშნავდა გაქართველებას უკვე, ხო? და ერთი სიტყვით ამ გვარდიაში შეიძლება უკვე ვიღაცები ყავდა მას და ან გაუშვათ არ ყავდა და გადააცვა ყივჩაყის თანსაცმელი და იქ ყივჩაყი უნდა ყოფილიყო ყივჩაყური ასე ვთქვათ ფიზიონომია ზოგადად უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი ხო გადამწყვეტი ამ იმაში ხო და იმან არვედარება შეიტანა ეს სამხედრო მანევრია მართლა მანევრი ძალიან ისეთი ეშმაკური სვლა იყო ძალიან ასეთი და სავარაუდოდ რას ვარაუდოთ მტერის რაოდენობას თანამედროვე ისტორიოგრაფია მე მაინც და მაინც აი ამ რაოდენობაზე იმდენს არ ვფიქრობ რამდენსაც ვფიქრობ პროპორციაზე ხო ორჯერ სამჯერ მეტი მაინც იქნებოდა მომხდური ორჯერ სამჯერ მეტი სადღაც დაუშვათ ახლა აი ამ ჩვენს მათეოს რჰაეცის მიერ ქართული ჯარის ნაწიმას და გოტიესაც აქეს მონაცემები რომ 56000-მდე ითვლიან ამას თუ ეს 56000 იყო შეიძლება 100000 იყო ის დაუშვათ არ იყო ეს 56 შეიძლება მართლა აგროვებდა ზოგადად ან 60000-მდე როგორც ფიქრობენ ხო აგროვებდა დავითი მაგრამ შეიძლება არ იყო მთლიანად მთელი ჯარი გამოყვანილი. ახლა სადღაც 15-20000-ის ფარგლებში შეიძლება იყო. ნუ იქაც 30000-ის ფარგლებში დაუშვათ იყო. იქ მე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმას რომ აი შემოიტყუა დავითმა ხო? იქ ვერ გაიშლებოდაო ეს. მე მიჭირს ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა. ერთადერთი რასაც ვამბობ რომ ორჯერ ან შეიძლება სამჯერ მეტიც იყო. ესე მეტნი იყვნენ ეგენი. და აი ამ მოულოდნელი ასე ვთქვათ სვლებით დავითმა შეძლო უკუ აქცია ესენი და დიდი ნადავლი ჩაიგდო ამას ხას უსვამენ რა ნადავლი დიდი ტყვეები ბევრნი დიდი ხანის დის. წარმოგიდგენიათ? ესე იგი იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი არის ასეთი არაბი ისტორიკოსი, არაბული თხზულება, მოგზაური, რომელიც იმყოფებოდა დემეტრეს კარზე 50-იან წლებში თუ არ ვცდები 40-50-იან წლების ამბავია
და იმას უნახია თურმე ის ტყვედ აყვანილი დიდგორის ომში ტყვედ აყვანილი ხალხია. იმას უნახიათ, ესე იგი აფიქსირებს რას, რომ ტყვეები იყვნენ, ტყვეები და იქ უნახია მაშინ. ანუ ამდენი ხნის მანძილზე. ხო, ამდენი ხნის მონება თყავდათ. ეგ ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ კონტექსტ კიდევ ამის დიდი ხნის წინ მაგას წაკითხული, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ესე იგი ეს იცოდა იმ მეორე მხარემ, არაბულმა მხარემ, ძალიან აქებს ეს ახლა აი დავითის სიდიადე კიდე რაშია. რატო აქებენ და ადიდებენ შირვანელი პოეტები? შირვანში არის, შირვანი მაინც ხმაჰმადიანის შირვანშაჰ გახდა დავითი, ხო? ესე იგი შირვანი დაიკავა. შირვანში თავისი ადმინისტრაცია დანიშნა, ამას ქართული მატიანი გვეუბნება, ხო? სადღაც უნდა მქონდეს ეგა, ერთიცეთით, ძალიან საინტერესოა აქ. შირვანში წარიმართა შირვანს აღიღო ხალხი, წარიმართა შარვანს და აღიღო ქალაქი შამახია და ციხე-ბირითი სრულიად ყოველი შარვანი დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შინაშა ლაშქარნი დიდნი ჰერნი კახნი გამგებლად და ზედამხედლად ყოველთა საქმეთა მანდაურთა აჭინა მწიგნობარ თუ ხუცესი თვისი სვიმონ ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი მაშინ ბედიელ ალავერდელი მიმსგავსებული გიორგი დედისა ძმისა თვისისა. ესე იგი მემკვიდრე ამ თანამდებობაზე იყო მისი ესე იგი memsgavsebuli სიმონ ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი დედისა ძმისა თვისისა. ხო, ერთი სიტყვით რის სიტყვა მინდა იყო ეს ამ დროს მიიღო მან შირვანშაჰის ტიტული, ხო? შაჰანშაჰ ანისის აღების შემდეგ მიიღო ტიტული შირვანშაჰ და შაჰანშაჰ და ყოვლის აღმოსავლეთსა და დასავლეთსა და გადადის ეს ტიტულატურა. რატო არ იყო ამ ტიტულატურაში? მაგრამ მე შირვანშაჰები არიან. თან შირვანშაჰი იყო მისი სიძე. ერთ-ერთი რუსი ებრაული წარმოშობის რუსი აღმოსავლეთმცოდნე წერს საბჭოთა აღმოსავლეთმცოდნე წერს რომ თუ არ ვცდები ბერტელსია იყო ცნობილი მეცნიერი იყო წერს რომ შირვანშაჰების კარზეო სასახლეშიო მეორე ენა ქართული იყო. წარმოგიდგენიათ? მეორე ენა ქართული იყო. და შირვანში დიდი გავლენა ჰქონდა. ყოველთვის დავითის მემკვიდრეები დემეტრე და თამარის ეპოქაში. თოლი ეს არის რატო არ იყო აი ჩვენს ტიტულატურაში შემკრები ცნება საქართველოს გამოყენებული? ეს თანდათანობითი პროცესი რო იყო. დარჩა ასე ეს რთული კითხვა. ეს ძალიან ისეთი ბუნებრივი კითხვაა, ხო? და ლოგიკური კითხვაა და ამან ჩვენ პრობლემები შეგვექნა. ჩვენ აფხაზები რას გვეუბნებიან, იცით, არავითარ საქართველოს არ არსებობდა. არავითარ საქართველოს არსებობს 1918 წლიდან. მაგრამ ეგ არ არის სწორი. საქართველოს შემოვიდა ეს იმ ეტაპზე არ არის. მერე შემოვიდა ეგ ყოველი საქართველო, ხო? პირველად შემოვიდა კათოლიკოსთან მიმართებაში. გამიგეთ? კათოლიკოსთან მიმართებაში. შემდეგ მეფეებთან მიმართებაში. მაგრამ ეს შაჰანშაჰ და შირვანშაჰ და ესენი ყველა დარჩა, ხო? ის აფხაზთა მეფე და ისიც დარჩა. ალექსანდრე მეორე კახეთის მეფე, მე-16 საუკუნე. ცნობილი მეფე, ხო? დიახ. ტიტულატურაში აფხაზთა მეფეს უთითებს. ქართლის მეფე სიმონ პირველი იმავე ეპოქაში. ტიტულატურაში აფხაზთა მეფეს უთითებს. გამიგეთ? ეს კიდე ცალკე თემაა, ეს შორს წაგვიყვანს ახლა ეს, მაგრამ აი ეს რომ სრულიად საქართველოს ეგ, ხო? ეს მე ხანდახან მიდის ისტორიკოსებში ცოტა კამათი, რომ რამდენად იყო ეს ფედერაციის მომენტი ამ იმაში, გამიგეთ? ნუ ცოტა საერისთავოების. ხო, არა, აი ამ კუთხეების მიხედვით. კუთხეების მიხედვით გამიგეთ, აფხაზთა სამეფო დასავლეთ საქართველო, ხო? მაგალითად არის ასეთი ცნება მე-12 საუკუნეში.
თავს მეფეთა ადგილზე მჯდომი. კარგად ვერ ვიხსენებ ახლა ამას. ესე იგი მეფეთა ადგილზე მჯდომი დაახლოებით ასეთი ისა ერისთავთერისთავებზე ალაპარაკი და ის რომ მე-13 საუკუნის მერე უკვე მე-13 საუკუნის მერე არის ეს უკვე საქართველო, ხო? მაგრამ ერეკლე მეორე გასაოცარი ერეკლე მეორე ერთ-ერთ დოკუმენტში ხელს აწერს ასე მეფე საქართველოსი. აიგეთ? აქ უკვე მეორე ის არის. მეორე. ნუ ახლა თბილისის ტახტი ყოველთვის ითვლებოდა სათავო ასე ვთქვათ ტახტად, ხო? ჰეგემონ ტახტად, ხო? ჰეგემონ ტახტად. ამას აღიარებდნენ სხვაებიც, ხო? მიუხედავად იმისა, რომ იმერეთის ბაგრატიონი ცდილობდა თბილისში გამეფებას, ხო? და კახეთის ბაგრატიონი ცდილობდა თბილისში გამეფებას, როცა ქართლი და კახეთი ერთი არ იყო მაშინ, ხო? აი ეს რთული კითხვაა. და ბოლო კითხვა, ამით დავასრულებ ჩვენი დისკუსია. ეს არის კითხვა დავითის ტექსტზე გალობანი სინანულისანი. ანუ წავიკითხავ ეგ წყაროს და ამონარიც. დიახ. ვერ მაძღარი სხვათა სოფლის კიდეთა ვეძიებთ დასაპყრობად და ღმრთისა საზღვართა ვაბრალებდებით არცა მცირეთა. ბოროტად გარდავეცა ზღვართა და შევთეს სახლის სახსა აგარაკი აგარაკსა და უზლურესთა მივხუჭე ნაწილი მათი ვიღუწით უმეზობლობასა ვითარცა მარტოი მე მკვიდრობდი ქვეყანას ასეთა. ანუ დავითი ნანობს რაღაცას, ხო მე მგონი. ხო, ეს თქობა ბოლო ეტაპზე აქ რას ნანობს დავითი. არის თუ არა იმ გალობანის სინანულისანში ეთქვარი დავითის მონანიებაც მამის მიმართ როგორ მოექცა მამას. იქნება რაღაცა აი აქ რაღაცა. არა, ეგ არა. ამ იმაში იქ რაღაცეები აქ მას ჩამოთვლილი და სხვათა შორის. დიახ. რასაც ახსენებს, რომ ქორწინების წესი დაარღვია. პირდაპირ წეს ამაზე. ვიმძლავრეო. ძალა გამოვიყენეო. ქორწინების წესი დაარღვია. ახლა ციტატა არ მახსოვს ზუსტად და აი ეს მოაქვთ არგუმენტად, მათ შორის მეც მომაქეს არგუმენტად, რომ მან მოიშორა პირველი ცოლი პოლიტიკის გამო. აი რასაც ზურაბ პავლეშვილი წერს, ხო? დაახლოებით იმას წერდა ივანე ჯავახიშვილიც. დაახლოებით იმას, რომ პოლიტიკის გამო მოხდა. და ეს რაღაც ცოდვა აქვს ჩადენილი ქორწინების ამბავში. ეს ცოდვაა ის. თან მძლავრე საწყლსა მძლავრე ესე ძალით რაღაცა გააკეთა. გააძევა ან რაღაცა, ხო? მაგრამ აქ მეორე ამბავია იმ პერიოდში, როგორც ჩანს, მისი ეს პირველი ცოლი იერუსალიმში აღმოჩნდა. ამაზე არის ევროპული ცნობა, რომ დავითის ქვრივია იერუსალიმში. მაგრამ თარიღი ქრონოლოგია დაახლოებით უნდა იყოს 8-9 წელი, როცა ვერაფრით ქვრივი ვერ იქნება. და ის თარიღი მიღებულია თითქოს ის 8-9 წელი დაახლოებით. იქნება შეცდომა, ანუ ყოფილი ცოლი. ესე იგი, ან იმ ანსელუს იმ ბერს, რომელმაც ეს დაწერა. რომ დავითი ჯვარი მან გაუგზავნა პარიზში ტაძარს, ხო? და ესე იგი დავითის ნახონი ჯვარი და ძალიან ისე პოლიტიკური განაცხადია იქ მთელი, ხო? ეს ან იმან თქვა რომ ეს ქვრივი კი არ არის ის კი არ არის გამოძევებული დედოფალი, არამედ არის ქვრივი, ხო? ან ის გვიან დაიწერა უფრო თუ ვერ ვიტყვით ახლა ამას, ან ამან გაასაღა თავი თვითონ რომ მე ქვრივი ვარ, ხო? ახლა ეს მეორე ხარისხოვანი საკითხია. გამოძიებული ყველაზე არაკომფორტული. ეს არის დოკუმენტური დადასტურება, ეს წერილი ანსელუსის წერილი. რომ კიდევ ერთი დადასტურება, რომ დავითის საქართველო და მეფე დავითი არის თავარი დასაყრდენი აღმოსავლეთში ჯვაროსნების, ევროპის თავარი დასაყრდენი. ახლა ამის იგნორირება ძალიან ძნელია. მოგამი.
სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ ერთი რამ. აქ კიდე ერთი ასეთი თემა ამასთან დაკავშირებით. არის ერთი თემა იოანე პრესვიტერი. ასეთი ლეგენდა არსებობს ევროპაში, ევროპული ლეგენდაა და ერთ-ერთი ვერსიით თითქოს დავით მეფეა აქ დიდი მშველელი მხსნელი, ხო? მოდის მხსნელად აი ამ ჯვაროსნულ სამყაროსთან ერთად, ხო? ჯვაროსნები და აი ამ ევროპელების და ქრისტიანობის მხსნელად მოდის აღმოსავლეთიდან, ხო? და ქართული ისტორიკოსებში გაჩნდა ასეთი ის, რომ ეს ალბათ დავით აღმაშენებელია. შოთა მესხიაც იზიარებდა ამას, შოთა ბადრიძეს ჰქონდა სპეციალური წერილი ამაზე. თუმცა როგორც ფიქრობენ ახლა სხვა მკვლევარები და რაღაცა, მაინც უფრო ერთი ყველაზე გავრცელებული მით ჩინგისხაენზეა თითქოს. მათ ჯვარი და რაღაცა პირდაპირზე გვეგონა ქრისტიანები იყვნენო. ხო. ამიტომ ყურადღებით არ მოვეკეცითო რუსუდანი წერს თუ არ კარგად მახსოვს, ხო და რატომ ამბობ ახლა ამას? ერთი ძალიან ღვაწმოსილი ისტორიკოსი ყავს ჩვენ, ძალიან ძლიერი ისტორიკოსი, საგარეო ურთიერთობების, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების ალბათ ნომერ პირველი მკვლევარი, ეს არის გორის უნივერსიტეტის პროფესორი ელდარ მამისტვალიშვილი. ერთ-ერთ სტატიაში მან ეჭვი გამოთქვა, რომ დავითი იმდენად ცნობილი იყო, რომ იოანე პრესვიტერი რო დავითი იყოსო, ხო? ებასო იტყოდნენ უფრო ეცოდინებოდ იმდენად ცნობილი იყო. ესე იგი, პრინციპში შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ აი ამ ანსელუსის გარდა და კიდე თითოეულა რაღაცა ისეთი ბიზანტიამ არის ის დავითი. რა ეს ჩემთვის არის გაუგებარზე გაუგებარი. რატო არის ის ბიზანტიამ დავითი? ხო? თამარი იცის, ხო? და დავითი არ იცის. გასაოცარი ამბავია. სხვათა შორის ერთი რაღაცაც უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით. ერთი ძალიან სოლიდური გამოცემა არსებობს ინგლისურენოვანი დუმბარტონ ოქში გამოცემული ალექსანდრე კაჟდანის ხელმძღვანელობით. ალექსანდრე კაჟდანი იყო რუსული საბჭოური ბიზანტინისტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, რომელიც წავიდა ისრაელში, ოჯახის გამო წავიდა ისრაელში, მერე ისრაელიდან ამერიკაში და იქ გახდა ლიდერი აი ამ დუმბარტონ ოქსის სათავო დაწესებულება მსოფლიო ბიზანტინისტიკის. ხო? და იქ და გამოსცა სამტომეული ბიზანტი ლექსიკონი რა, ლექსიკონი. მან ძალიან დიდი აქტიური მონაწილეობა მიიღო ნინა გარსოიან არის ასეთი სომეხი ისტორიკოსი, ბიზანტინისტი და რა გააკეთეს იცით? მარტო დავით კურაპალატი და თამარ მეფეა შეყვანილი ქართველი მეფეებით. წარმოგიდგენიათ? ყველა სომეხი მეფეა შეტანილი. ყველა სომეხი მეფე. ის ვინც იცის ბიზანტიურმა სამყარომ და ის ვინც არ იცის ბიზანტიურმა სამყარომ. ხო? ახლა მოტივი რო იყოს რა რახან იცის, ხო, დავით კურაპალატი იცის ბიზანტიურმა წყარომ, მაგრამ ბიზანტიურმა წყარომ იცის გიორგი პირველიც. იცის ბაგრატ მეოთხე, რატო არაა შეტანილი? ხო მიმიხდით ახლასო. იოანე სუმბატი არის შეტანილი. იოანე სუმბატი, რომელიც დაისაჯა გიორგის მოკავშირეობის გამო ბიზანტიის წინააღმდეგ. წარმოგიდგენთ? ესე მთავარი დამნაშავე არაა შეყვანილი. ამავე და აი ვიც მას ეხმარებოდა, ისაა შეტანილი. გასაოცარი ამბავია ესე იგი, სპეციალურად შევისწავლე ეს საკითხი და წერილიც გამოვაქვეყნე ახლა ინგლისურად მინდა მაგის გამოქვეყნება. ვერაფრით ვერ მოვაბი მაგას თავი. ერთი სიტყვით რითი თქვა მინდა დავითი არ იციან. აი ამას ამის იქით არ ვიცით რა, რაც ვიცით ეს ვიცით, ხო? ეს არის დიდ გაკვირვებას იწვევს აი ეს და ეს ძირითადად ამ ბიზანტიურმა იგნორირებამ, ხო? გამოიწვია ალბათ ეს. ასე რომ ბატონ ელდარს კი პრინციპში მისაღებია მისი ეს დამოკიდებულება, მაგრამ მაინც მგონია რომ ის რომ ევროპაში იცოდნენ ცოტა გადაჭარბებული სამწუხაროდ უნდა ვთქვა ეგა.
დიახ, გასაგებია. ერეკლე იციან უფრო ხო? ახლა სად ერეკლე და სად დავით აღმაშენებელია. აღა ეგ ძალიან მძიმე ამბავია ის რომ პოპულარობით ერეკლე გაუტოლეს კი არა უფრო დავით აღმაშენებელს გასაოცარი ამბავია მაგრამ ეგ სხვა მოტივებით არის განპირობებული რა მისი ხალხურობით თითქოს და მისი პატარა კახობით ხო აი ეს რაც ვიციან და პატარა კახი რო ძალიან მამაცი და აი ხაროების მეტია ერეკლე ასაკვირველია იგივე იმ ევროპაში გაზეთებში იბეჭდებოდა ერეკლე სხვა ჰერკულეს ეძახდა ეს გაცეკიდან შეიძლება ასე თქვა სხვა ტიპის ჟურნალისტიკა ხო დავითის შემთხვევაში გაგით მადლობა ბატონო ზურაბ ძალიან საინტერესოა. გამეხვარ დაგვრჩა ისეთი გულით კი ბევრი დაგვრჩა, მაგრამ უკვე დავიღალეთ ალბათ. ხო, აი უმეზობლობა რო დავასრულოთ, აი მაინც რატო ეს უმეზობლობა რას ნიშნავს? მას უნდა სივრცე, მშვიდობიანი სარტყელი მშვიდობიანი და არა რომ იმპერია და არ მინდა არავინ ჩემს ეგ არ არის რა, ეგ არ არის. ეგ არის ხომ ეს. მაგრამ რატომღაც როცა საზოგადოებას ეთაკილებოდა მისი ეს აქტიურობა ასეთი და თამარის ეპოქაში თამარის მემატიანე ამბობს რომ აი თამარი ასეთი კი არ იყო უმეზობლობას კი არ ესწრაფოდაო არამედ მშვიდობიანად აგვარებდაო ამასო ამიგეთ აი ეს არის ძალიან ისეთი რატო და სიტყვით იმეორებს ამას ეკამათება დავით აღმაშენებელს თამარის მეორე ისტორიკოსი ახლა ბასილიეზოს მოძღვარი რო არის ცნობილი თუმცა მე კატეგორიულად არ ვიზიარებ ამას რომ ის მაინც ბასილიეზოს მოძღვარია არც ივანე ჯავახიშვილს უთქვამს გინდა თუ არა ეს ასეა უბრალოდ შეიძლებაო აი ვარაუდის დონეზე არ გამორიცხვის დონეზე იყო ეგ ნათქვამი და სხვათა შორის მისმა აი ამ წყაროს აი ამ ძეგლის ერთ-ერთ მკვლევარმა მამისა ბერძენიშვილმა პირდაპირ თქვა რომ ეგ არ არის მთლად მისაღები პოზიცია უბრალოდ რახან ერთხელ დაერქვა ვიყენებთ ამას ამ ბასილიესოს მოძღვრის ავტორობას სინამდვილეში ესე იგი ეკამათება დავით აღმაშენებელს ეკამათება ეს არის ორი პოლიტიკური საგარეო პოლიტიკური ხაზის დაპირისპირება ხო დაპირისპირება ერთი უფრო აი ეს ლოიალური მშვიდობიანი დიპლომატია და მეორე ძალით მაგრამ ახლა თამარ მეფე რო წარმოვიდგინოთ ჩვენ თამარ მეფეს არანაკლებ მასშტაბური ეპოქის შეეჭეთ არანაკლებ მასშტაბური ომებია შამქორის ეპოპეა ბასიანის ეპოპეა სად ბასიანისა და თამარის დროს ალბათ თამარის დროს იმიტომ რომ იქ თამარის გარდაცვალებაზე არის სხვადასხვაობა თამარის დროს ეს ძმები მხარძელები სპარსეთში ლაშქრობენ ხო ახლა იქ გიორგი პირველს საყვედურობენ ერთ მომენტში რომ აუ არ მოგვასვენეო რა სულ ომში უნდაო წაყვანაო რა განსვენებას არ გვაძლევსო რა გამიგეთ ეს იყო ეს პროტესტი არისტოკრატიაში მათ ცხოვრებით დატკბობა უფრო უნდათ ვიდრე სულ ომში ყოფნა და ახლა ომს და სისხლს მოწყურებული არ იყვნენ საქართველოს მეფეები ხო თითქმის ყველა ომი რაც კი საქართველოს გადაიხადა მე-12 საუკუნეში წარმატებული ომები ზოგჯერ წარმატებულობაც იყო ხო ყოველთვის ხო ვერ გათვლიდი არა გიორგი მესამეს ბევრი გამარჯვება აქვს მაგრამ მარცხიც აქვს ხო დავით აღმაშენებელს არ აქვს მარცხი აი გამონაკლისი ამ შემთხვევაში ხო ისიც იმ შირვანის კამპანიაც არ იყო მარცხენა პირიქით მთელი კავკასია მის ხელში იყო მთელი კავკასია მის ხელში იყო და ეგ ოსეთი ჩრდილოეთ კავკასია ხო მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში ქართული გავლენა უფრო მაინც აი თამარი უფრო პოპულარულია აი ოსეთიო ჩრდილოეთ იმ ოსეთზე ნამდვილ ოსეთზეა ლაპარაკი ერთი რუსი მკვლევარი წერს მე-19 საუკუნეში რომ აი ყველა ციხეს ყველა ოსებს რო კითხო ყველა ციხე ყველა ეკლესია თუ რაც არისო არა ეს ამბობს რომ ესო თამარის დროს აგებულიაო ისინი რასაკვირველიაო ამდენს თამარის დროს ვერ აგებდნენ მას მიაწერენო ესე იგი ოსებში თამარის კულტი ხო
დავითი ისე არ ჩანს. თამარის პოპულარობა კიდე სხვა რაღაცებსაც ემყარება ზოგადად. იმიტომ რომ ის უკვე ძალიან დიდი სახელმწიფოს მეთაურია. დავითი თბილისში შემოიერთა 3 წელიწადში გარდაიცვალა. ხო? კი, შირვანშაჰ დაირქვა, შაჰანშაჰ დაირქვა. ხო? მიიღო ეს ტიტული და ის გადაყვა მერე მათ. მაგრამ ეს წარმატებები ყველაფერი მოიმკო საბოლოოდ თამარის ეპოქაში საქართველოს. ძალიან დიდი იყო ტრაპეზუნდის იმპერიის დაარსება, რამხელა ამბავი იყო. საქართველოს ახლა დავითი ერთი რაღაცა მთავარი დაგვეცდა. მახვილი მესიის. მის მონეტარული რეფორმა ბევრი რაღაცაზე ვერ ვისაუბრეთ ჩვენ როა ის მონეტებზე საერთოდ მონეტარულ პოლიტიკაზე ეკონომიკურ ეკონომიკურ სფეროში აქტიურობაზე ხო და ქვეყანა გაცოცხლდა ხო აშენდა აღმაშენებას რატო ეძახით ხო აშენდა აღაშენა ქვეყანა ხო აღაშენა ქვეყანა ეს არის განუმეორებელი ამ ხრივ ხო არაფრისგან ხო დაშლილი დაქუცმაცებული ლიხსახეთ ვერ გადმოდიოდა ხო უკვე დავითის როცა გამებდა ლიხსახეთ ვერ გადმოდიოდნო ხო იმიტომ რომ თურქები იყვნენ რა ეს ყველაფერი ნიკოფსიიდან დარუბანდავდე ანდერძში ჩაეწერა დავითის ანდერძი 1125 წლის რომელიც ნაყალბევად მიაჩნია და შეიძლება იყოს ნაყალბევი მაგრამ ნაყალბევი დოკუმენტიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხრივ პირდაპირ წერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე ეს არეალი მთელი კავკასია ფაქტობრივად ხო გამიგე მთელი კავკასია ას სახელმწიფო შექმნა გაცხო ხო და იმით მოვდიოდით ის იყო ყოველთვის ჩვენთვის აი ოცნებაც და იდეალიც პანქართული ასე თქვა სივრცე ამის იქით ჩვენ აღარ ყოფილვართ ამის იქით კონსტანტინოპოლის აღება ჩვენ არ მოგვინდომებია ხო უბრალოდ კონსტანტინოპოლში ხელისუფლების შეცვლა მოვინდომეთ და ალექსი კომნენოსი ტრაპეზონში გავავებეთ იმით რომ ალბათ იქ ტრაპეზონის იმპერია კი არ იყო განსაზღვრული ალბათ იყო კომნენოსების დაბრუნება ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე აქ ამისკენ მიდიოდა ეს ხო ბევრი რამის თქმა შეიძლება მაგრამ რაც არის ეგ არის მეც დავიღალე და თქვენს დაღალეთ მადლობა დისკუსიისთვის ძალიან ბევრი რაღაცა ასე რომ ისეულად განვიხილეთ მეგობრებო მე გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს მომავალ